კარგი თემა გვაქვს მე მგონი. ძალიან საინტერესო ღვინის ბიბლიოთეკაზე ვისაუბრებ, შეგვიერთდებიან სტუმრები, გიორგი დაგეზარება. შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საინტერესოა. გიორგი კეკელიძე, პოეტი, ბესო ბაჯილიძე, ბაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ზაზა გაგუა ღვინის კლუბის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. დღესასწაულებს მე მგონი პირველად ვარ. კი, ახალი წლის პირველად. ჩვენი არქის ხილის სტუმარი. დიდი ხანი არ ყოფილა. იცი აღსანიშნავია რომ რამდენჯერაც გიორგი მოდის სულ აქვს რაღაცა სიახლეები არასდროს არ მიმეორებს რაღაცა ცუდი გემართებოდათ რა. არა კარგია და ეს ინიციატივა ძალიან კარგია. მოდი დავიწყოთ საუბარი ამ ღვინის ბაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ხო რას მოიცავს ხარ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, თქვენს და მაყურებელსაც შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ ვაზი და ღვინო არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი ამბავი და გამოვიყენოთ ეს თანამედროვე სიტყვა, ნეოლოგიზმი, ბრენდი, რითაც შეიძლება საქართველოს როგორც ქვეყანა მიამაყოს და არის ერთგვარად ამავდროულად პასპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელმაც შეიძლება წარმოგვაჩინოს საზღვარგარეთ. ბუნებრივია ვაზიც და ღვინოც მაინდა-მაინც არ გულისხმობს, თუმცა მათ შორის ხადი ამასაც გულისხმობს დიდი დოზით მხოლოდ ქეიფსა და დროს დარებას. ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენი და ბუნებრივია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაჩნდა ეს იდეა ღვინის კლუბთან ერთად. და როდესაც თქვათ მე და მისი ხელმძღვანელი ხაზხარბედია ვსაუბრობდით, უკვე ძალიან ცხადი და ნათელი იყო, რომ ეს ამბავი არათუ თქვათ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი გახდათ და რაღაც თვალსაზრისით გაკვირვებაც კი ვქონდა, რომ აქამდე მსგავსი ტიპის ბიბლიოთეკა არ არსებულა ჩვენს ქვეყანაში და გარკვეულწილად პირველი პრეცედენტი არ არსებულა არასდროს. არსებობს ძალიან კარგი ბიბლიოთეკები, პირადი ბიბლიოთეკები, რომელიც აქვს სხვადასხვა ტიპის კოლექციონერებს, მაგრამ ეს ინსტიტუციონალურ დონეზე ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა პირველად არის წარმოდგენილი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ზოგადად არა მხოლოდ ამ სფეროთ დაინტერესებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი ტიპის მკითხველისთვის, რომელსაც ექნება საშუალება, რომ სხვადასხვა თქვათ მიმართულებით გაეცნოს ვაზისა და ღვინის ისტორიის. ყველანაირი ლიტერატურა ექნება რა? თუ რა ლიტერატურები გვაქვს, ლიტერატურა გვაქვს ჩვენ ამაზე ბესო გეტყვით და რა რესურსები, მაგრამ რაც შეეხება თქვათ ზოგადად ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, ბუნებრივია ჩვენთან ინახება ყველა ტიპის ლიტერატურა, რომელიც საქართველოში გამოდის, მათ შორის ღვინოზე, იქნება თქვათ ღვინოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა და ვაზთან დაკავშირებულ სხვადასხვა მეცნიერებაზე, იქნება ეს ნიადაგწოდნეობა თუ ჰავის შესწავლა და ასე შემდეგ და ასევე ბუნებრივია ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ უცხოურ ბიბლიოთეკებთან, გამომცემლებთან და ვცდილობთ რომ თქვათ თანამედროვე მასალა თუნდაც უცხოურ ენაზე შევმატოთ ბიბლიოთეკას. მხოლოდ თანამედროვე მასალა იქნება თუ ცემა, რომელიც ქართულად გამოსულა ჩვენთან ინახება და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ აი მასალებს. მოდი ბესოს კითხოთ ხო უფრო კონკრეტულად რა ლიტერატურას მოიცავს ეს ბიბლიოთეკა. მოგესალმებით, მე ვარ ბესო ბაჯილიძე, ვაზისა და ღვინის დარბაზის ხელმძღვანელი. დღეისათვის უკვე 2 თვეა ფუნქციონირებს ჩვენი ვაზის დარბაზი და გვაქვს 1000 ერთეული წიგნადი ფონდი. თქმა უნდა ეს ციფრი არის ყოველდღიურად მზარდი, ვემატება ახალი წიგნები. დისერტაციები, ნაშრომები, სულ რამდენიმე კვირის წინ ჩამოგვივიდა 40 ერთეული წიგნადი ფონდი, ეს არის ძალიან კარგი ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემები, რომელიც დააკომპლექტდა ამ წიგნების შესყიდვა ბატონმა ხაზხარბედიამ და ამ წიგნებში არის დეტალურად აღწერილი სხვადასხვა ვაზის ჯიშები, სხვადასხვა ვაზის დაავადებთან ბრძოლის წესები და ზოგადად ინფორმაციები ვაზისა და ღვინის წარმოების საქმეში. წიგნებიდან მინდა გამოვყო ჯენსის რობინსონის ვაინგრეპსი, სადაც არის 1200-ზე მეტი ვაზის ჯიში აღწერილი და რა თქმა უნდა მათ შორის არის მოხვედრილი ქართული ჯიშებიც. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ასევე ელექტრონულ კატალოგებს, სადაც იქნებიან შეტანილი ქართველი მეღვინეები, მათი ბიოგრაფიები, ასევე ჩვენთან იქნება ელექტრონული წიგნები.
და გელოდებით ყველას ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, მესამე სართულზე. გუდიაშვილი 7 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზი. და მოხდება ამ ლიტერატურის გაციფრულებაც, ხო, რა ბაზებიც გვაქვს ამ შემთხვევაში გულისხმობ თქვათ ლექსიკონების ბაზას და ამავდროულად ციფრულ ბიბლიოთეკას, ორივე მიმართულებით განავითარებთ და შესაბამისად თქვათ მოხდება ლიტერატურის გაციფრულებაც და ამავდროულად თქვათ შევსება სხვადასხვა მეღვინეების ბიოგრაფიებით და არა მარტო მათი ბიოგრაფიებით, არამედ თუნდაც კომპანიების ისტორიებით. ჩვენ ყველა კომპანიასთან სათანამშრომლოდ ვზადავართ და შესაბამისად თანამშრომლობისთვის ვზადავართ და შესაბამისად თქვათ გვინდა რომ ეს ნიშად შევავსოთ და რაც შეიძლება თქვათ ბევრი ქართული ღვინის კომპანია იყოს წარმოდგენილი იმაზრით რომ მათი ნაწარმის პოპულარიზაცია იყოს ეს დარბაზი როცა თქვენ მოხვალთ თქვათ შეამჩნევთ რომ არ არის ტიპური თქვათ საბიბლიოთეკო დარბაზი აქ არის წარმოდგენილი ეთნოგრაფიული მასალაც თვითონ ღვინის თქვათ სხვა კოლექციაც და რაღაც საგალბრო სივრცეც არის და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში ღვინის კლუბს რომელთანაც ერთადად ჩვენ ეს შევქმნით ეს არის როგორი იყო ჩართული ღვინის კლუბი ამ ყველაფერში იმიტომ რომ წლების განმავლობაში იკვლევთ ქართული ღვინის კულტურას ღვინის კლუბი და ბიბლიოთეკა ყველა 3 წელი თანამშრომლობენ ჩვენ ორ კვირაში ერთხელ ლექციებს ვატარებთ სხვადასხვა თემატიკაზე როგორიც გაქვთ რამდენად მინოჯი კონდე სადაც ყოველდღიურად ახდება როგორ მიხვედით აი ამ იდეამდე რომ ეს იდეა 2009 წელს მოხდა ჩამოყალიბება იმიტომ რომ მოყვარულები ენთუზიასტები პროფესიონალები ვინც იყვნენ მეგობრები ერთად შეიქმნა ჩამოყალიბდა უკვე დაახლოებით კლუბის აქტიური წევრი 200-მდე ითვლის ესე ღია ლექციებიც ყველასთვის და ან ჩვენ გაგასწრებთ ჩვენი ყოველკვირეული გამოცემა მარანი ბლოგი და ვცდილობთ რომ განმოვითაროთ ეს განათლება უფრო ეს ღვინო არ გახდეს მხოლოდ ეს ყოველდღიური მოხმარების თრობის საშუალება ეს იყოს კულტურა რაც იყო საქართველოში 8000 წლიანი კულტურა და ესე გახდეს ეს ბიბლიოთეკაც ერთ-ერთი ნაწილია რომ ის კვლევა მოხდეს და სამეცნიერო დონეზე იმიტომ რომ ახალგაზრდებსაც ვინც არიან სტუდენტები და ხო აგრარულში ვინც ამ მიმართულებით ძალიან წირი იყო ეს ინფორმაციების გაფანტული იყო ბიბლიოთეკაში ძალიან თქვა ძიება ჭირდებოდა ხა იქნება ერთად თავმოყრებია გავაკეთებთ დამატებითი ასევე აქ იქნება დავამატებელ პერიოდიკა ყოველდღიური სოფლის სამყარო ჟურნალები რომელიც ძლიერ მოსაყოლებელია საქართველოში აქტიურად არც იყიდება და ეს იქნება ყოველდღიური როგორც დეკანტერი და სხვა ჟურნალები ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული. კი, ყოველდღიურად იქნება თქვა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეგაწყვეტინოთ უკაცრავად? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს რიგით მეღვინემდე, რიგით გლეხამდე? ანუ ერთ-ერთი მიზანი ხომ არის რომ ეს ადამიანები ჩვენ ერთ-ერთი არის რომ ეს ლექციები სადაც სხვადასხვა თემატიკაზე ხდება და ხია ყველა შეუძლია და პირადად მე არის ხოლმე მათგან სურვილი რომ დაესწრონ აი ამ ღია ლექციებს. საშუალოდ 50-60 ადამიანი თითო ლექციაზე ყველა ასაკიდან დასკამოს სკოლის მოსწავლიდან 70-80 წლის ადამიანები რომელიც სხვადასხვა მარტო თბილისიდან არ აი მაგ ყავს რამდენიმე ადამიანი ამ ლექსისთვის ჩამოდიან გორიდან, თელავიდან ჩართულობაც არის არის რომ მე თქვენმა თქვათ მომაწოდა ეს აზრი რომ შეიძლება თქვათ გასვლითი ლექციების ჩატარება ძალიან ხშირად და სხვადასხვა ბიბლიოთეკაში თქვათ მსგავსი ტიპის აქტივობები ალბათ ყველაზე უფრო წარდგებოდა ამ ადამიანებს იმიტომ რომ როგორც წესი ჩამოსვლა ჭირს ხოლმე და სწორედ ამისთვის ჩვენ გვეგმავთ ვიდეო ბლოგების გაკეთებას რომელიც თქვათ როგორც სხვადასხვა ადამიანს რომელიც დაინტერესებულია ღვინით ასევე თქვათ გლეხებსაც აქტიურად ჩავწერთ რომ აი ამ პრობლემებზე ღვინო არ არის რომ მხოლოდ რაღაცა მოცემულობა რომელიც ჩვენ დაგვრჩა წინაპრისგან და მხოლოდ ამით უნდა ვიანახო ხო არა ამ მიმართულებით აღარ ვლაპარაკობ ანუ სხვა რამეს გულისხმობ რომ ამ ყველაფერს ჭირდება თქვა განვითარება ჭირდება მოვლა და ჭირდება პოპულარიზაცია თორემ ნუ რაც იყო ეს კი ყველაფერი კარგი მაგრამ წინ თუ არ გავიხედეთ ეს ყველაფერი შეჭერდება. სამომავლო გეგმებში რა შედის? აი კი გავაგზავნებ ამ თემას, ღვინის კლუბი რამდენიმე წელი საკეთებს, რომ გასვლითი ლექციები არ ქონია ესეთი, მაგრამ ტრეინინგები გვაქვს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, თელავი სადაც არის სხვადასხვა თემატიკა ეს არის როგორ დავაგემოვნოთ ღვინისა და კერძის შეხამება, ღვაზის დაავადებები, ღვინის დაავადებები და ეს ტრეინინგები. საჭირო ინფორმაცია. მასობრივად რა დონეზე არის ეს ცოდნა მეღვინეებში, როგორ უნდა მოუვარონ თანამედროვე ტექნოლოგია. რამდენიმე წელი უკვე საქართველოს ეს გადადის არა ეს ლეგენდებიდან გადადის რეალურ ცოდნაზე, როგორ უნდა ღვინო და არა რაღაც ძალიან ბევრია თქვა
ცუდი ლეგენდაა დარჩენილი საბჭოთა პერიოდიდან, რომ ღვინოს რაღაცები უნდა გაუკეთო, რომ ღვინო მეიყო და ეს ტრადიციული ცოდნა, რომელიც ლიტერატურაში კარგად არის, უნდა გავასწოროს რაღაცები მოგებულობაში. პირველობისთვის შეჯიბრის. სერიოზული ამბავი. ხო, და ამის რეკორდია ასევე ახალი ღვინის ფესტივალი, როდესაც შეჯამება ხდება წინა წლის მოსავლების, წელსაც როგორც ტრადიციულად მაისში გვექნება მე-6 ფესტივალი, სადაც შეიძლება ყველა ჩამოდის და მოხმარებელი და წარმოებლის ყველა ერთად იკრიბება და სოდნა დღითი დღე ხმალდება. გიორგი, გამაინტერესებს ქართულ ენაზე ეს ლიტერატურა საკმარისად არსებობს თუ საჭირო გახდება რომ ითარგმნოს რაღაცა სხვადასხვა ხადია საჭიროც არის და კეთდება კიდეც ნელ-ნელა რაღაც ტიპის წიგნები ღვინის კლუბთან, რომ სხვა ადამიანებიც არიან ძალიან აქტიურად ჩართული ამ საკითხში, მაგალითად ჩვენი ქართოლოგიის დარბაზის მკითხველები ესეთი მონდომებული ხალხია და ყოველთვის ცდილობს და პროფესიონალი რაც დავარია რომ ყოველთვის ცდილობს რომ თქვათ გარკვეულწილად თქვათ აი ამ საკითხის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თქვენი კითხვა ძალიან ესეთი ლოგიკურია იმაზრით რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ აი ამ ხელა ტიპის გამოცდილება და კულტურა გვაქვს ღვინოსთან დაკავშირებით, მაინც არ გვაქვს ბევრი გამოცემა ქართულ ენაზე, როდესაც ჩვენ ვკრებდით აი ამ გამოცემებს და მათ შორის ბუნებრივია უვევდით სხვადასხვა მომიჯნავე მეცნიერების გამოცემებსაც, რომ ფლადის ხელა თქვათ სივრცე არ დაჭირდა, რასაც ვარაუდობდით, მეგონა რომ გაცილებით მეტი ლიტერატურა არსებობდა საქართველოში ამპელოგრაფიის მიმართულებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ თანაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან კვალიფიციური წიგნებია, მათ შორის რაც უნდა გასაკვირი იყოს საბჭოთა დროსაც გამოცემული, ყველა შემთხვევაში აუცილებელია რაღაც ცოდნის განახლება, მით უმეტეს რომ დაკვირვებები ყოველთვის მიმდინარეობს ღვინოსზე და ვაზზე და არის სიახლეებიც. შესაბამისად მე ვისურვებდი რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცოტა რთული ამბავია, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით დაფინანსების მოპოვება ძნელია, მაგრამ ამიტომაც გამოვიყენებ სიტყვას თავს გადადებდნენ და აი ამ ის თარგმნას მიუძღვნიან დროსა და ენერგიას, იმიტომ რომ არ არის ადვილი ამბავი, მით უმეტეს სპეციფიკური მეცნიერული ტექსტების თარგმნა, თუნდაც ეს იყოს პოპულარული მეცნიერული ტიპის ტექსტი და შესაბამისად თქვათ აი ეს მოითხოვს ადამიანის ალბათ მთელ სამუშაო გრაფიკს. ასე რომ ცოტა რთული ამბავია, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ გამოჩნდება სხვადასხვა კომპანია თუნდაც რომელიც დააფინანსებს მსგავსი გამოცემების თარგმნასა და შემდეგ ბუნებრივია პოპულარიზაციას. კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე თუკი ჩვენ გვაქვს რამე საამაყო და გვაქვს ცხადია, მათ შორის არის ბუნებრივია ღვინოც და ჭირდება პოპულარიზაცია დღეს. არის ძალიან სერიოზული თეორიებით, მე არ ვიცი ხა საზამას რამდენად ეთანხმება, რომ ზოგადად ღვინის კულტურის პირველი ნიშანი არის საქართველოს ტერიტორიაზე ყოველ შემთხვევაში აღმოჩენილი ხა რომელი ტომები მოიხმარდნენ მას არ არის ადგენილი, მაგრამ შეთანხმებული და საქართველოს. არა, არ ვიღაცები დააობენ. ხო, არა, ნუ ძირითადად ნაწილში მაინც, ნუ სამხრეთ კავკასია, ნუ ძირითადად საქართველო და მიმდებარე ტერიტორიები, სომხეთი, აზერბაიჯანის, თურქეთის ჩრდილოეთი ნაწილი. ხო, ამაზრითაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ბიბლიოთეკა ბოდიში რომ თქვა რაღაც მოსაპირეებს მე მგონი რომ აი კავკასიაში მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს ბიბლიოთეკაში, ხო, ღვინის ბიბლიოთეკა არსად, შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეში სადმე არსებობდეს, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც მე ნამყოფი ვარ, სომხეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაში ყოველ შემთხვევაში მსგავს ტიპის ბიბლიოთეკა მე არ შევხვედრი. მე მგონია რომ ის რაც თქვენ გააკეთეთ, ან ის რასაც გააკეთებენ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან და უშუალოდ ამ ლიტერატურის თარგმანში თუნდაც პოპულარიზაციის და გასწრების რაღაცა ნაბიჯი ქართული იდენტობის შენარჩუნებისკენ და ის რასაც ჩვენ საუბრობთ ხო ამ დასაწყისში. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გესურვებთ. ჩვენ დღევანდელი გაიცემა დასასრულს მიუახლოვდა. ლეთანი საინტერესო გადაცემა. მე მომწონს რომ დღევანდელი გადაცემა ინფორმაციულად დაწვირთული და დახვეწილი იყო და ჩვენ და მაყურებელმა ძალიან ბევრი სიახლე შევიტყვეთ. მე მგონი კარგი დასაწყისია კვირის. ლიტერატურის გველოდება ხო ბასაჯანიკაშვილი შემოგვიერთდება, ასე რომ გემშვიდობებით ხოლმე არ დაგავიწყდეთ 12-ზე უნდა გადმართოთ. დროებით. ახლა